ილია თოფურია ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. მანამდე ის ქვემსუბუქი წონის ტიტულს ფლობდა. თოფურია მეორე დივიზიონის ჩემპიონი გახდა. UFC-ში მის სახელზე უკვე 17 გამარჯვებაა. უდიდესი მადლობა ყოველთვის საქართველოს ხარდაჭერისთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მოვახერხებ და საქართველოს ვესტუმრები ისევ ერთხელ და ჩავეხუტები ყველას თავიდან და დიდი მადლობა ისევ. სერბეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ბელგრადის ქუჩებში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტ ვუჩიჩისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. მოქალაქეებმა მას ვადამდელი არჩევნების დასანიშნად დრო 28 ივნისის 21 საათამდე მისცეს. სპეცრაზმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. არიან დაკავებულებიც. ვუჩიჩმა მომიტინგეებს სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში დასდო ბრალი. 29 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის 450-ზე მეტი დრონი და 40 რაკეტა გამოიყენეს. დარტყმები დაფიქსირდა ლვოვში, პოლტავის, ზაპოროჟიეს, ჩერკასისა და მიკოლაევის ოლქებში. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სახლები. ამ დროისთვის ცნობილია 4 დაშავებულის შესახებ.